გამარჯობა მეგობრებო, კვარაცხელიას გავლენა მსოფლიო ჩემპიონატზე, თოფურიას მარცხი სხვა რაკურსით და დვალიშვილის ხმაურიანი განცხადება. რონალდუ კი კონგოსთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ყველა ის საინტერესო დეტალი დღევანდელ ვიდეოშია. მოტივაციისთვის კი თხოვნა რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე, რადგან თქვენი მხარდაჭერა მე დიდ მოტივაციას მაძლევს. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი, რადგან ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 100.000 გამომწერზე ავიდეთ. ერთი კლიკით კი შეგიძლია რომ მხარდაჭერა გამოხატო. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ კვარაცხელიათი. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობს, მისი სახელი მუნდიალის გარშემო მაინც ძალიან აქტიურად ისმის. და ეს უკვე ძალიან საინტერესო ამბავია. ფეხბურთელი ტურნირზე არ არის, მაგრამ მისი გავლენა მაინც იგრძნობა. პირველი ძლიერი შეფასება ინგლისიდან მოვიდა. რიო ფერდინანდმა, ალან შირერმა და მაიკა რიჩარდსმა პოდკასტში ასეთი კითხვა განიხილეს. სხვა ქვეყნის ერთი ფეხბურთელის ინგლისის ნაკრებში გადაყვანა რომ შეეძლოთ, ვის აირჩევდნენ? რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დეიკი აირჩია. მაიკ რიჩარდსმა კილიან მბაპე, ხოლო ალან შირერის არჩევანი კვარაცხელია გახდა. შირერმა თქვა, არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც სამწუხაროდ ამ ტურნირზე არ იქნება. ეს ხვიჩა კვარაცხელია. ინგლისის ნაკრებში ერთი ფეხბურთელის წამოყვანა რომ შემეძლოს, აუცილებლად წამოვიყვანდი. ის საოცარი ბიჭია, განაცხადა შირერმა. ეს კი უბრალოდ ლამაზი კომპლიმენტი არ არის. შირერი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდია. ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მაღალი დონე, დიდი ტურნირი და ფეხბურთელის რეალური გავლენა. და სწორედ ამ სტატუსს კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო დეტალი დაემატა უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა მუნდიალზე არ თამაშობს, ირანის ნაკრების ფეხბურთელმა გატანილი გოლი სწორედ კვარა სტილში აღნიშნა. ერთი შეხედვით შეიძლება ეს პატარა ეპიზოდად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ასეთ დეტალში ჩანს ფეხბურთელის გავლენა. როცა შენი გოლის აღნიშვნა სხვა ქვეყნის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე იმეორებს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მხოლოდ კარგი მოთამაშე აღარ ხარ, შენ უკვე ფეხბურთის კულტურის ნაწილი ხდები. და რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, მინდა აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პირველი ქართული ფენტეზი პლატფორმა Golden Goal G. საიტზე რეგისტრაცია ბევრმა ადამიანმა გაიარა, ბევრმა ნახავ, ბევრმა მოიწონა იდეა, მაგრამ ამ ეტაპზე პაკეტი მხოლოდ 2 ადამიანმა, ბარნიმ და თემური აფხაზავამ შეიძინეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. პაკეტის ღირებულება არის სულ რაღაც $5. ეს $5 არ მედის უბრალოდ ჩვენს შიბეში. ეს თანხა პირდაპირ დაგვეხმარება რომ საიტი განმავითაროთ. შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიზეც გადავიდეთ და მომავალში მობილური აპლიკაციაც გავაკეთოთ. ახლა კი სწრაფად გაჩვენებთ თუ რა უნდა გააკეთოთ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციის შემდეგ დაგხვდება გუნდის აწყობის ფანჯარა. აწყობთ თქვენ შემადგენლობას. შემდეგ დააჭერთ ღილაკს ჩაკეტე შემადგენლობა. ამის შემდეგ გადახვალთ გადახდის ფანჯარაზე. პირველ ველში მიუთითებთ თქვენს მეილს. შემდეგ კი გადაიხდით ნებისმიერი საბანკო ბარათით. რის შემდეგაც მთელი ტურნირის განმავლობაში გექნებათ წვდომა მსოფლიო ჩემპიონატის ფენტეზიზე და რაც მთავარია გექნება ჩანსი რომ მოიგოთ პრიზები. ილია თოფურიას მარცხის შემდეგ ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება. პირველი შოკი გავიდა, კონსპირაციებიც ითქვა, ემოციებიც დაიხარჯა, მაგრამ ახლა ისმის კითხვა, რა დაინახეს ამ ბრძოლაში რეალურად იმ ხალხმა, ვინც UFC-ს შიგნიდან იცნობს? აქ უკვე ძალიან საინტერესო სურათი იკვრება, რადგან თოფურიაზე ერთდროულად საუბრობენ მაკრეგორი, ვოლკანოვსკი, დემეტრიუს ჯონსონი, ოლივეირა, მერაბ დვალიშვილი, სერხიო რამოსი და ინიესტა. ყველა ეს შეფასება კი ერთ მთავარ აზრამდე მიდის. ილია არ დასრულებულა. ილია ახლა გადადის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. უპირველეს ყოვლისა ყველაზე საინტერესოა მაკრეგორის შეფასება. კონორი არის ადამიანი, ვისაც ილიას ყველაზე ხშირად ადარებენ. ტატუები, მოძრაობები, თავდაჯერება, საუბრის სტილი, დიდი სცენის სიყვარული. ხალხი ამ მსგავსებას დიდი ხანია ამჩნევს, მაგრამ მაკრეგორის შეფასება მხოლოდ ხება არ ყოფილა. პირიქით, მან ძალიან ზუსტად და საკმაოდ მკაცრად ახსნა, თუ სად დაინახა პრობლემა. ჯასტინ გეიჯი არ არის მებრძოლი, ვისთანაც შეგიძლია უბრალოდ შეხვიდე, დაწვე და იფიქრო, რომ შენი ძალა ყველაფერს გადაჭრის. გეიჯი ქაოსის კაცია. გეიჯის უყვარს, როცა ბრძოლა ბინძურდება, როცა დისტანცია იშლება. ილია კი ამ ბრძოლაში ძალიან მალე შევიდა რისკში. თითქოს უნდოდა თავიდანვე დაემტკიცებინა, რომ ამ დიდ სცენაზე კიდევ ერთ ნოკაუტს დადებდა. ეს ძალიან თოფურია სტილია, თავდაჯერება, წნეხი, წინსვლა, დომინაციის სურვილი, მაგრამ სწორედ აქ დაიჭირა გეიჯიმ. ასევე მაკრეგორის მეორე საინტერესო აზრი ვარჯიშის თემას ეხება. მისი თქმით, ასეთ ბრძოლამდე დარბაზში ისეთი წინააღმდეგობა გჭირდება, სადაც სპარინგ პარტნიორები რეალურად გაწვებიან, გაწვალებენ, გებრძვიან და არა უბრალოდ გეხმარებიან კომფორტში დარჩენაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან დიდი ჩემპიონები ხშირად ერთ საფრთხეში ვარდებიან, როცა იმდენად ძლიერები ხდებიან, რომ დარბაზშიც ყველა მათ გარშემო ეწყობა, ყველა მათ რიტმს მიჰყვება, ყველა ცდილობს, რომ ტრავმა არ მიაყენოს და ყველა პატივს ემს.
მაგრამ UFC-ს გალიაში გეიჯი პატივს არ გცემს. იქ ის მოდის იმისთვის, რომ დაგაზიანოს. ამიტომ კონორის შეფასება არის იმ კაცის შეფასება, რომელსაც თვითონ გაუვლია დიდების, დაცემის და დაბრუნების გზა. და რაც მთავარია, მან თქვა, რომ ილია დაბრუნება შეძლებს. ახლა გადავიდეთ ვოლკანოვსკიზე, რადგან მისი შეფასება კიდევ უფრო საინტერესოა. ვოლკანოვსკი არ ამბობს, რომ გეიჯის გამარჯვება შემთხვევითობა იყო. პირიქით, მან გეიჯის გეგმა დაუფასა. თქვა, რომ ჯასტინი ძალიან დისციპლინირებული იყო. იცოდა, როდის უნდა შეეტია, როდის დაებლოკა, როდის დარჩენილიყო უსაფრთხო პოზიციაში. და ეს ზუსტად ის არის, რაც ბევრმა ემოციის ფონზე გამოტოვა. გეიჯიმ უბრალოდ არ იჭხუბა, გეიჯიმ გეგმა შეასრულა. მაგრამ აქ არის მთავარი, ვოლკანოვსკის აზრით, რემატჩი ილია მოიგებს. მოგეხსენებათ, ვოლკანოვსკი თოფურიას ყოფილი მეტოქეა. მას არ აქვს ვალდებულება, რომ ილიას მხარე დაიჭიროს. პირიქით შეეძლო მარტივად ეთქვა, რომ თოფურია გადაფასებული იყო, მაგრამ მან სხვა რამ თქვა. თუ ილია აღარ იჩქარებს, თუ დისტანციას უკეთ გააკონტროლებს და გააკეთებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა, მისი დარტყმები მაინც მიაღწევს მიზანს. ეს არის მთელი რემატჩის გასაღები. პირველ ბრძოლაში ილია წავიდა ნოკაუტზე, მეორე ბრძოლაში კი ილია უნდა წავიდეს კონტროლზე. მაგრამ მოგეხსენებათ, ილიას არ უყვარს ჩვეულებრივი მოგებები. ის შოუს კაცია. ამას კი სწორედ მისი სიტყვებიც ადასტურებს. კერძოდ, როდესაც ის საავადმყოფოში გადაყავდათ, პირველი რაც მან იკითხა იყო ის იამოვნა თუ არა ხალხმა ამ ბრძოლით. ეს კი უკვე ბევრ ამეზე მეტყველებს. ასევე ცოტა ხნის წინ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა მერაბ თვალიშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა იმ მოსაზრებაზე, გაყიდა თუ არა ილიამ ეს ბრძოლა. კაი, მოკლედ ესე ვიტყვი ახლა, რაც იმ ვიდეოში არ ვთქვი. ვინც ფიქრობს, რომ ილია თოფურიამ ბრძოლა გაყიდა, ყველა იმის შუბა დავხიე და ვინც ფიქრობს, რომ ვინმე ილია თოფურიას სარდაფში ჩაიყვანა, დაემუქრა, ან ჩხუბის დათმობა უთხრა და ილია თოფურიამ ჩხუბი დათმო ვიღაცის გამო, რაღაცის გამო, ყველა იმის შუბა დავხიე. და ვინც ფიქრობთ, რომ მე შეიძლებოდა ჩემი ბოლო ბრძოლა გამეყიდა ან მომავალს გავყიდი, ან როდესმე გავყიდი, ყველა იმის შუბა დავხიე და ვინც მასე ფიქრობთ, მოდით პირადში მითხარით და პირადში დაველაპარაკოთ. იგივე ენერგია შეინარჩუნეთ და იგივე სიტყვები მითხარით პირადში, სადაც გნახავთ და თქვენ შუბას დავხიო. მერაბმა კი თქვა ის, რაც ბევრ გულშემატკივარს უნდა დაეთქვა. თოფურია შეიძლება წაიქცა, მაგრამ საკუთარი სახელი არ გაუყიდია. ასევე თოფურიას მარცხის შემდეგ ძალიან ძლიერი იყო ილიას გარშემო ადამიანების რეაქციაც. სერხიო რამოსის სიტყვები ჩემთვის ძალიან ზუსტად აღწერს სიტუაციას. ვინც დღეს მის მარცხზე იმობს, არ იციან რა ელიც წინ. ეს არ არის უბრალოდ მეგობრის მხარდაჭერა, ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ასევე ინიესტას მოკლე მხარდაჭერას იგივე ხაზზე დგას. ჩემპიონებთან მაშინ დგანან, როცა ტიტულს იგებენ, მაგრამ ნამდვილი მხარდაჭერა მაშინ ჩანს, როცა პირველად ესემია. ამიტომ ჩვენი სხა დაგვრჩენია, რომ ილიას მაქსიმალურად დაუჭიროთ მხარი. რეალურად რა მოხდა არავინ იცის. იმედი ამას დრო გვიჩვენებს და სიმართლე გამოაშკარავდება. ჩვენ კი მაქსიმალურად უნდა გავამხნევოთ ილია და დავეხმაროთ, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდეს, ვიდრე აქამდე იყო. პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატი მოულოდნელი შედეგით დაიწყო. რობერტო მარტინესის გუნდმა კონგოსთან მხოლოდ ფრე 1-1 ითამაშა. კრისტიანო რონალდუ კი გოლის გარეშე დარჩა. მატჩის შემდეგ რონალდუს თამაში საკმაოდ ბევრმა გააკრიტიკა. მათ შორის ტიერი ანრიმაც, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა კრისტიანომ კარისკენ თავად დაარტყა. მაშინ, როცა მის უკან ბრუნო ფერნანდეში უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა. ანრის აზრით, ასეთ სიტუაციაში რონალდუს უნდა გაეხსნა სივრცე და მცველი გაეყოლებინა, რათა ბრუნოს უფრო მარტივად დაერტყა. ფრანგმა ლეგენდამ თავარი სათქმელი ასე ჩამოაყალიბა. ასეთ დონეზე მნიშვნელოვანია გოლი გუნდმა გაიტანოს და არა აუცილებლად შენ. ასევე კრიტიკა იყო რობერტო მარტინესის მიმართაც. კრისატონმა თქვა, რომ მწვრთნელს თითქოს რონალდუს შეცვლის ეშინია, რადგან 93 წუთზე გონსალო რამოში მოედანზე ბიტინიას ნაცვლად შევიდა, კრისტიანო კი თამაში დარჩა. ამ ყველაფერს ემატება რონალდუს მშრალი სერიაც. დიდ სანაკრებო ტურნირებზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროზე მას უკვე 10 მატჩია გოლი არ გაუტანია. ბოლოს გოლი მან 2022 წლის მუნდიალზე განასთან პენალტით გაიტანა. თუმცა თავად კრისტიანო პანიკაში არ არის. მატჩის შემდეგ მან დაწერა, რომ ეს არ იყო ის შედეგი, რაც სურდათ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა და ახლა ყურადღება შემდეგ შეხვედრაზეა გადასატანი. პორტუგალიას კი რეაბილიტაციის შანსი 23 ივნისს ექნება, როცა უზბეკეთს დაუპირისპირდება. ახლა კი მთავარი კითხვა ასეთია: უნდა დარჩეს თუ არა რონალდუ პორტუგალიის უსულელ ლიდერად, თუ დროა რომ მარტინესმა გუნდი უფრო მეტად ბრუნოს, ვიტინიასა და ახალთაობას მოარგოს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.